ჩვენს დროში, როცა კაცობრიობა გადადის ცნობიერების ახალ ფაზაში, სულ უფრო აშკარა ხდება განსხვავება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი ვიბრაციის რეჟიმში, შიშით, კრიტიკით, ეჭვით, ეგოიზმით და მათ შორის, ვინც ამაღლებულ ენერგიაზე იმყოფება, სიყვარულში, ერთიანობაში, სიწმინდეში, შემოქმედებითობაში. მომავალში ურთიერთობები უფრო ენერგეტიკულზე დაფუძნებული გახდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვებსა და ფორმებზე. ადამიანები ავტომატურად იგრძნობენ ერთმანეთის ვიბრაციას, განწყობას, შინაგან მდგომარეობას და სწორედ ეს გახდება მთავარი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი და ჰარმონიულია მათი ურთიერთკავშირი. შესაძლებელია თუ არა ურთიერთობა სხვადასხვა ვიბრაციებზე მყოფ ადამიანებს შორის? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გახსნილია თითოეული მხარე. თუ ერთი მხარე მზად არის ცვლილებებისთვის, სწავლისთვის, თვითშემეცნებისთვის და თანაარსებობისთვის სიყვარულით, მაშინ ენერგეტიკული სხვაობა არ იქნება ბარიერი. პირიქით ეს კავშირი შესაძლოა, გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს ორივესთვის. თუმცა, როდესაც ერთ ადამიანს სურს გაფართოება, სულიერი ზრდა და სინათლისკენ სვლა, ხოლო მეორე ჩაკეტილია მატერიალურ ეგოში, წინააღმდეგობებში და უარყოფაში, ხშირ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა იწყებს დაშლას. ვიბრაცია არ იტყუება, ის ან ემთხვევა, ან არ ემთხვევა. როგორ დავაბალანსოთ ენერგიები და შევინარჩუნოთ ჰარმონია ურთიერთობებში? პირველი, თავად იყავი ის ცვლილება, რასაც ელის ხვებში. მეტი თანაგრძნობა, სიმშვიდე და ღრმა გაგება, ეს არის გასაღები, რაც ურთიერთობებს აძლიერებს. მეორე, არ შეეცადო სხვების გადმოყვანას შენს ვიბრაციაზე ძალით, ან იძულებითი შთაგონებით. აღსანიშნავია, რომ ყველა სული თავის გზას მიჰყვება, მათი დრო მოვა მაშინ, როცა მზად იქნებიან ცვლილებებისთვის. მესამე, დაიცავი შენი ვიბრაცია. როცა გრძნობ, რომ ვიღაც ენერგეტიკულად გაცლის სასიცოცხლო ენერგიას ან განწყობას, დროა გააკეთო ენერგეტიკული წმენდა, მედიტაციით, ბუნებაში ყოფნით ან თუნდაც ურთიერთობიდან მცირე პაუზის აღებით. თუ ასეთი ადამიანი შენი ოჯახის წევრია და გიწევს მასთან ერთადერთ სივრცეში ცხოვრება, მაშინ მაქსიმალურად დაიცავი თავი მისი დაბალვიბრაციული სიხშირისგან ენერგეტიკულად. იკონტაქტე მასთან რაც შეიძლება ცოტა ხნით. ხოლო თუ ასეთი ადამიანი მეზობელია, ნათესავი, მეგობარი ან სხვა, მაშინ დაიჭირე თავი მისი ენერგეტიკული სივრცისგან რაც შეიძლება შორს. მომავალში უფრო და უფრო გაძნელდება აზროვნების სხვადასხვა ენერგეტიკულ სიხშირეზე მოვიბრირე ადამიანთა ურთიერთობები. ყველა მის შესაფერის დონესთან იგრძნობს თავს კომფორტულად. მეოთხე, იყავი სინათლის წყარო. შენ არ ხარ მოვალე შეცვალო სხვები, მაგრამ როცა შენს გულში ანთია ღვთაებრივი ცეცხლი, ეს ენერგია შეუმჩნევლად მოქმედებს მათზეც. ხშირად მხოლოდ შენი არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ სხვა ადამიანმაც დაიწყოს აღზევება. მომავალში ურთიერთობები დაყრდნობილი იქნება არა სტატუსებზე ან როლებზე, არამედ ვიბრაციულ სიხშირეზე. ამიტომ თუ გვინდა ჰარმონიული კავშირები, უპირველესად საჭიროა საკუთარ ენერგიაზე ზრუნვა. როდესაც თავად ხარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან, მხოლოდ მაშინ შეგიძლია გქონდეს ჰარმონია გარშემო მყოფებთანაც.